დერეფანში შეგხვდათ პატარა ბავშვი და გეკითხებათ, ხო უკვე დიდი ბიჭები და გოგოები ხართ და ხო აქ ცხოვრობთ, ქართველები ხართ, ქრისტიანები ხართ და რაღაცა და დაიწყო შეკითხვა. აი ეს მაინტერესებს. შენ რა ქვია? ბექა, აი კითხოს რომ ბექა, აი რაღაცა მაინტერესებს. და თუ რა აინტერესებს, ახლა წაგიკითხავთ. შეკითხოს. რა აინტერესებს მესამე-მეოთხე კლასელებს და თქვენ აუხსენით მოდი. კარგი, მე ვარ ეგ მესამე-მეოთხე კლასი. კარგი. როგორ გაუმკლავდეთ სტუნებებს, რომელიც ხელს გვიშლიან რწმენის გაღრმავებაში. მაგრამ ჯერ ახლა ეს მაინტერესებს, სტუნება რა? ჯერ რასაც უნდა გაუმკლავდე, ჯერ ის თუ არ ვიცი რა არის, მაშინ ვის უნდა ვებრძოლო, რა არის სტუნება? ცოდვა რომელიც გაცნობიერებული გვაქვს, მაინც ვაკეთებთ. აბა კიდე რა არის სტუნება? დაუშვათ, გინდოდა რომ აგეღო, მაგრამ რო აიღე ცარიელი დაგხვდა. ანუ მარხვა და ეხლა ხო მარხვა ქრისტეშობის მარხვა. და იმდენად მოგინდა რომ ესე იგი მაინც გადაწყვიტე რომ მოდი მარხვას გავარკვევ. ოღონდ ეს ჯერ როგორ ხდება, იცი? ჯერ აზრი მოდის. გაიელებს აზრი. ეგ ისეთი რამეა რომ მაგას შენ ვერ შეაჩერებ. ეს მაგ შეუძლია 1000 აზრი მოგიტანოს, მაგრამ შენ თუ არაფრად არ ჩააგდებ, ეგ შენი აზრი არა. აი მაგალითად ქუჩაში რომ მიდიხარ და ვიღაც რო დაუშვათ თუ იგინება ან იწევლება, შენ ხო გესმის, მაგრამ ეგ შენი ცოდვა არა. მარტო იმიტომ რომ შენ ყურში შემოვიდა ეს ხმა, ეგ ხო არ არის შენი ცოდვა. მაგრამ ეხლა თუ იზგინება შემოვიდა და შენს გულში დაეთანხმები, ეგრეა თუ ეგ უკვე შენი ცოდვაც არის, ხო მართლა? ანუ აზრი შემოვიდა, შენ არ მიაქცია ყურადღება, მაშინ თავისუფალი. ეხლა აზრი თუ შემოვიდა და შენ იწყებ იმის განხილვას, მართლაც რა გემრიელი კონფეტი იქნება. მე ვფიქრობ იმას, რომ ხო არ შეგეთვალიერებინა ისე აგებო. არა, არ შეჭამდი, მაგრამ ისე აგებო უბრალოდ რა თვალიერებდი დადებდი. ხო და ნახეთ, ეხლა აიღე, დაუშვათ, გინდა რომ აიღო ეს კონფეტი და მაგრამ ეხლა გადაწყვიტე რა მოხდა თუ ერთხელ მარხვას დაარღვევ, მე გააგრძელებ. ეს მარტო მარხვაზე კი არა, საერთოდ ვამბობ ნებისმიერ რამე. ეხლა უკვე ეძებ გზებს რომ როგორღაც აიღო ეს კონფეტი. დავუშვათ ეს კონფეტი მაღაზიაში დებს, ეხლა ჯიბეში კი არ გიდევს რომ მარტივად ჩაიყო. მაღაზიაში დებს. და ეხლა უკვე გადაწყვიტე მოდი რაც არის. წავალ და ერთხელ შევჭამ რაც იქნება იქ. და მიხვედი და მაღაზია დახვდა დაკეტი. ხარ თუ არა ცოდვაში? როგორ ფიქრობთ? მაინც სადერ გაგეკეთებ. მაინც სადერ, ან ნახე. ხო და შენ უკვე რო გადაწყვიტე რომ გაგეკეთებინა, უკვე ცოდვა, მაგრამ ღმერთმა მაინც დაგიფარა, დაგინდო და ბოლომდე როგორც იტყვიან დამკაში არ გახვედი. აი მაგალითისთვის ვიტყვი. დაუშვათ გაიგე რომ ვიღაც არის გაჭირებული ადამიანი, ჩავარდნილია, საჭმელი არ აქვს, ახლი დასალაგებელი აქვს. შენ გადაწყვიტე რომ მისულიყავი ეს ბრძოლა გონებაში მიდის. ჯერ აქ თუ ვერ მოიგე, ისე არ წახო. ან აქ დამარცხდები და მაშინაც არ წახო. ჯერ იქ უნდა მოიგო, გადაწყვიტო შენს თავში. ახლა შენ 1000 აზრი მოგდის, ახლა შენ მიხვალე სირთულე დაგხვდება, ის სირთულე 1000 გვარი რაღაცა. მაგრამ შენ თუ მაინც გადაწყვეტ რომ მე ავდგები და წავალ ყველაფრის ფასად. მივალ და მივეხმარები, საჭმელსაც გავუკეთებ და სახლსაც დავულაგებ. მიხვედი და თურმე მანამდე შენი მეზობელი შესვლა და გავუკეთები ეგ ყველაფერი. მაგრამ ეგ შენთვის მადლია უკვე. შენ რომ ეს გადაწყვიტე და ამისთვის წახვედი, ეგ მადლია უკვე. შენ მადლი მიიღე ამ. შენ უკვე გააკეთე ის საკ. ღმერთმა ჩაგითვალა როგორც უკვე გაკეთებული. ისევე როგორც ცოდვის შემთხვევაში. ეხლა ერთი რამე მინდა გითხრათ, აი ამ სტუნებასთან დაკავშირებით, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. მე ძალიან ხო დროს ხო ვწელავ ძალიან. არა, ჯერ არა ხო? იყო ერთი ესეთი წმინდანი, წმინდა იოანე კოლოვი. კოლოვი მოკლეს მინიშნავს, ტანმორჩილს. დაბალი კაცი იყო ეს რისი იოანე, ბერი იყო და ჯერ მოდი ორიოდე სიტყვით ვიტყვი ამ კაცის მონასტერში მისვლაზე. მონასტერში როდესაც მივიდა, მას დახვდა ესეთი მოძღვარი ყავდა წმინდა პიმენი დიდი. და მან ასეთი მორჩილება დაავალა, მოკლედ, რომ წავიდა ხმელი
ტოტი წაიღო და კარგა შორ მანძილზე წაიღო და იქ ჩაარჭო. და უთხრა ამ იოანეს, რომ ყოველდღე უნდა მისულიყო და წყალი დაესხა მისთვის. ახლა ეს ზე რო ვთქვათ რა, ლოგიკურად რო ვთქვათ, ყოველგვარ აზრს მოკლებული ჩანდა ერთი შეხედვით, იმიტომ რომ ხმელი ტოტი იყო და რა თუნდოდა იმას წყლის დასმა. მაგრამ 3 წლის განმავლობაში მიდიოდა და წყალს უსხამდა. და 3 წლის შემდეგ გამოიღო ნაყოფი ამ ხმელმა ჯოხმა. და მივიდა მოძღვარი, მოწყვიტა ეს ნაყოფი და მოიტანა და ბერებს უთხრა. აი ძმებო, იგემეთო ნაყოფი მორჩილებისა. აი მორჩილება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ რატო წაუნძღვარე, ახლა მე ამას გაგახსენებ. მორჩილებას ღვთისადმი, მორჩილებას მოძღვისადმი ძალიან დიდი ძალა აქვს და ახლა ნახეთ რა ხდება. ამ იოანემ შემდგომში შეთხზა, მოიგონა ასეთი იგავი დაწერა. ახლა ეს იგავი რა იყო? იყო ერთ ქალაქში იყო გარყვნილი ქალი, რომელიც უყვარდა ამ ქალაქის მმართველს. მოდი ეს ქალაქის მმართველი ზემოთ დავწეროთ, სხვანაირად არ ივაგებს. ამ ქალაქის მმართველს უყვარდა და მაგრამ ეს უზნეო ქალი იყო. ამიტომ ასეთი რამე უთხრა. თუ პირობას დადებ, რომ შენ მაგ უზნეობას აღარ გაეკარებიო, მას იმდენად უყვარდა, თუ ცოლად უნდოდა რომ შეერთო. მოკლედ დადო ამ ქალმა ეს პირობა და ესენი დაქორწილი. დავწეროთ ქორწილი. ამას თავისი ალეგორიული მნიშვნელობები აქვს. მოხდა ისე, რომ ამ ქალის ძელმა მეგობრებმა ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რომ გაიგეს ეს ამბავი, ძალიან დამწუხნა, ესე იგი, მოკლედ გამოგვეცალა ხელიდანო და ასეთი რამე მოიფიქრეს. მოდიო, ამ სახლის ახლოს მივიდეთო, ახლა იქ რომ მივიდეთ სახლშიო, ეს თავარი კაგდღეს არ დაგვაყრისო და შორი ახლოს მივიდეთ და შორიდან დაუშტინეთ. აი ეს არის საცდური. მე ამას გაგახსენებ, საცდური რა არის. დაუშტინო და ეს რო ჩვენს ხმას გაიგებსო, თვითონ გამოვა. ამ ქალმა რა გააკეთა? წავიდა და ერთ-ერთ უშინაგანეს ოთახში ჩაიმალა. აი ყველაზე ისეთ სამალავი ოთახივით რო იყო, სადაც მათი ხმა ვერ მისწდებოდა მის ყურს. მათი სტენის ხმა რო ვერ მისწდებოდა. ეს ოთახი, შიდა ოთახი, მოდი ესე დავწეროთ, მოკლედ. წავიდა და იქ ჩაიკეტა. რომ ესე იგი მათი ხმა, ამ სტენის ხმა არ მისწდომოდა მის ყურს. ეხა იგავროთ ეს რას ნიშნავს? ეს ქალი არის თითოეული ადამიანის სული, რომელიც უამრავი ცოდვით არის დამძიმებული. ეს ქალაქის მმართველი, თქვენი აზრით ვინ იქნება? კი ბატონო, იესო ქრისტე, რომელსაც ძალიან უყვარს თითოეული ადამიანის სული. ეს ქორწინება არის სინანული. გახსოვთ ქორწინებამდე რა პირობა დადო ქალმა? რომ აღარ გაეკარებოდა, ანუ სინანული მარტო ის კი არ არის, მე ვიღაცას რაღაც წავართვი და აი ნეტა არ გამეკეთებინ, არა. სინანული ის არის, რომ შენ გადაწყვეტ, რომ ის აღარ გააკეთო არასოდეს. აი სინანულში თუ ეს გადაწყვეტილება არ დევს, რომ მაგას აღარ მეუბრუნდა, მაშინ ის სინანული არც არის. მტკიცე გადაწყვეტილება, რომ შენ აღარ გააკეთო. შეიძლება იგივე ცოდვაში ისევ ჩავარდე. დაზღვეული არავინ არაფრისგან არ არის, მაგრამ წინასწარ შენ გაქვს მოფიქრებული, რომ მოდი დღეს შევინანებ და ხვალ ისევ გავაკეთებ, ეგ თავის მოთხოვება, ეგ სინანული არ არის. აი ეს ტვენა რითიც ისინი ცდილობდნენ, რომ ეს ქალი გამოეყვანათ, ანუ ეს სული წამოეყვანათ ცოდვაზე, ეს არის სწორედ საცდური. და იმისათვის, რომ აი ამ საცდურს გადარჩენილიყო ეს ქალი, შიდა ოთახში დაიმალა. რა იქნება ეს შიდა ოთახი? ლოცა, სულიწმინდა, კიდევ რა შეიძლება იყოს? რა დაიცავს ადამიანის სულს აი ამ საცდურებისაგან? აი ეს ბავშვი მაგას გვეკითხება, როგორ გაუმკლავდეთ ცდუნებებს, რომელიც ხელს გიშლიან რწმენის გაღრმავებაში. აი რაც თქვი იოანემ, რომ მორჩილება გაწია თავისი მოძღვრისა, ნახე, წავიდა და უსხავდა. ეს არის მცნებები. ყოველ შემთხვევაში, როგორც წმინდა იოანე კოლოვი ამიგავს განმარტავს, ეს არის. ანუ ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ღვთის მცნებით იცხოვროს, ის დაცული იქნება
ცდუნებებისაგან. ეხლა აი მაგალითისთვის დავუშვათ ადამიანს რაღაც აწყენინებს და ცდუნება აქვს რომ სამაგიერო გადაუხადოს. მაგრამ თუ კაცი ცდილობს რომ სხვას ისე მოექცეს თვითონ რომ გაეხარდებოდა ამას ეცდება მთელი გულით რომ გააკეთოს, ხო დაცული იქნება ამის. შეიძლება ზოგ შემთხვევაში ვერ შეძლოს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის გამო რომ ღვთის ამ ცნებით ცდილობ რომ იცხოვრო, შენს უკვე გაყენებს სინანულის მდგომარეობაში. რატო? ერთი იმიტომ რომ თუ დავუშვათ აღმოაჩინე რომ შენ ეს მცნება ვერ შეასრულე, შენ იცი რა შეინანო. ახლა ვინც მცნება არ იცის საერთოდ, იმან არც ის იცის რა უნდა შეინანოს. ყოფილა შემთხვევა რომ ადამიანს უთქვას, მე ცოდვილი არა ვარ, იმიტომ რომ კაცი არ მომეკლავს. მას გონია რომ მარტო კაცის მოკლა არის ცოდვა. ადამიანი რაც უფრო მეტად ეცნობა საღვთო მცნებას, მით უფრო მეტად შეძლებს რომ თავის თავს დააკვირდეს. საღვთო მცნების შუქზე შეხედოს საკუთარ თავს და უფრო მეტად იქნება დაცული.